რალამაზი დღეა, რანათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ლიკურის ეპიზოდის დღეა. მე მინდა გითხრათ, რომ ლიკური იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ეს სახლი ნახა. მე დედა ჩემი და ლიკური მოვედით აქ ივლისში. და ვერ გეტყვით, რომ ლიკურის თავიდანვე მოეწონა ეს სახლი, ახლა გაჩვენებთ ლიკურის სახეს, როცა ეს სახლი ნახა. ანუ მოათვალიერა, გამომხედა და ეს სახე მტყორცნა. მან უკვე ვიცოდი, რომ ჩვენ ეს სახლი უნდა გვეყიდა. და იმის მერე ლიკური აქ არ ყოფილა. პირველ რიგში გამარჯობა აი ამ შვენიერი კუთხის ხალხს. რა მოხდა? არაფერი, აქ უხვევთ. არც იცის სად უხვევთ. რამდენად ბედნიერი ხარ, რომ მიდიხარ შენ სახლში? 1-დან 10-მდე 4-ით. ვინც გამოიცნობს, ვინც გამოიცნობს ადგილს, მიიღებს ლინიასგან 200 ლარიან City Mall-ის ვაუჩერს, მაგრამ ჯერ უნდა დაგვასაბსკრაიბოთ, აი აქ იქნება ეს subscribe-ი. ჩამა მეგობრებო და არა მარტო ჩამა მეგობრებო, გამოიწერეთ ლინიას არხი, იმიტომ რომ ყველა თითოეული რეკლამა გვაძლევს 0.001 ცენტს. ჩემ დაბადების დღემდე ყველა ჩემი მეგობარი იყო და ანუ ხალხი დაერორებულია, რომ ლიკური რატო არ იყო და აი მაგაზე რა კომენტარს გააკეთებდი. მე ზოგადად ყველაფერი მზამზარეული მიყვარს. და სანამ ლინა მოაწყობდა ამ სახლს და ყველა მეგობარს მიიტანდა, რომ ყველას ერთი აგური დაედო აი ამ სახლში, მე აი ამ აგურებში შევალ-ეხლა. ამიტომაც დღეს იქნება ჩვენი ეპიზოდი. გვიყურეთ. ეხა ხელი იმიტომ მოვადე, რომ გავჩერებულიყავი, ხო? მიდიო რა. მოგწონს? კი, ძალიან. ესეთი პრობლემა გვაქვს რა, ანუ საკეტი გვაქვს გაფუჭებული. და კარს ვაღებთ შიგნიდან. დაიფიცე. ოღონდ უნდა გადავწრეთ. და ეხა მე და შენ უნდა გადავწრეთ. წამა. კაი, მე გადავწრები და გაგიღებ. აპ. გადაძვარი და გააღე შიგნიდან. ვაუ, ლიკ, მადლობა რომ იცხარი. აბა, ლიკური მოდი. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ სახლში. აჰა, აი კამფეტებს რო აგდებ, მე კევს დავაგდებ. კევი არ დააგდო. არა. ნახე ლიკ, ეს არის ჩემი ეზო. ვაი, მე რა საყვარლობა. ეს არის ჩემი ნატრის ხევი. ვინც გვესტუმრება, მოვიდეს და მოაწყვიტოს რამე, მაგალითად ეს. ესე უნდა ჩაიფიქროს სურვილი და აი აქ დაკიდო. იცი რატომ მოიგონა ეს? იმიტომ ნაგვისთვის ადგილი არ აქვს. მაგტანს. მე რუმტურს რატო ვაკეთებ პრინციპში. მოდი ვალერი. კი, მომწონს. ეს შეიღებება ვარდისფრად. ჩვენ შეგვიძლია საერთოდ ეს კედელი მომანგრიოთ და აი აქედან ავაშეროთ. რომ ეს უკვე მისაღები იყოს. ხო, მაგრამ იცი რა შეგიძლია? ან ტერასზე გავაკეთოთ აქ შუშის. შუშის, ხო, აი ეს პროსტო მოაშენო რა, შუშის და ეგეც ულამაზესი იქნება. ძალიან ცხელა მაგაში, მაგრამ მაინც კაია. ეს ლამაზია. მადლობა ფოქსოს აი ამ სილამაზისთვის. შიგნით შემოხვა. შევიდეთ? ნატურად. კეთილი იყოს ჩემ. მარცხენათი შემოვიდა რა. წავშალოთ იმ ფეხის ნაფეხურები. შემოდი. შევიდეთ. всё, კეთილი იყოს ჩემი ფეხი ჩემ სახლში. ნახე დავცალეთ უკვე იმეებისგან, ავეჯისგან. აქ სულ ავეჯი იყო გატენილი. ეს Dior Sauvage. ნახე? ვაუ, შუქი გვაქვს. მაგრამ წელი კაია, ხო? თუ მაგრაციო. მე შევიდეთ ბნელ ოთახში. შუქი არის? არის? ვაუ, თან ნახე როგორ ნელა ჩაერთო. ლინუსის არის და იმიტომ. გასკევია. ამ საწოლს გჩუქნიან და უნდა გავშკურკოთ. ვა რა კაია. რადგან ლიკურის ეპიზოდი მხოლოდ უი რა კაია არ ყოფილიყო, ჩვენ შემოგთავაზებთ პირველ პოდკასტს ამ სახლიდან, ჩემი და ლიკურის პოდკასტი. ვა რა კაია. სად არის ჩემი ოთახი? რომელი ოთახი მოგწონს? ეს. ეს არის შენი ოთახი. მადლობა. ვენერობლაშუს არ გავს. მე მარინა აზამაცევა მოვკალი.
მომწონს კი. ამ დაბიჯება შეიძლება იმედია. აია. კარგი კედელია, ხო? ეს ჰაიდელბერგ ცემენტის ის არის რა. სუნე! ტორო ფანჯრები აქვს. აია. მე მაინტერესებს როდის წავა ხელნაკეთი ფირის მაგიდა, რომელიც 5 კვადრატს იკავებს ჩემს სახლში, შენ აი ამ სახლში როდის გადავა? შემდეგ ჩამოსვლაზე ერთად ჩამოვიტანთ მე და შენ. გასაგებია. აბა? აი ამას უნდა მივხედოთ მე და შენ. აი თლიანად. მაგრამ ჩვენ ვეძებთ ძალიან კარგ მეტალოპლასმოსის კომპანიას. ვინც ხართ მეტალოპლასმოსის კომპანიიდან? თუ შეიძლება დაგვიწერეთ კომენტარებში. ფასი დაწერეთ. რა? ფასი დაწერეთ. ფასი დაწერეთ. ხო. აქ როგორ დარჩით? აი მართლა მაინტერესებს როგორ დარჩით. ეს ეხა არის ეგრე არეული თორე არეულზე არ ვამბობ, სიცივეზე ვამბობ ბიჭო. აი შეხედე კიდე ამ კედელს უყურე. აი ესეთი კედლები გვაქვს რა. თქვენ როგორც არქიტექტორი როგორ შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ? მონგრი. ეს ჩემი სამზარეულო. ესეც ჩემი ან ზართულად იღება დაანებეთ. ჩემი ჩაიდანი ვახრა ლამაზი ჩაიდანია. ლამაზი ჩაიდანი. კიდე გაგიცვალოთ ჩემსში? მოდი ნახე მისაღები, შენი მისაღები. ვალერი მოდი ხარ? მისაღებში იყავი? აქ რა არის? ჯერ მისაღები. ნახე, აქ არის ფეხი ჩემს მისაღებში. შენი საჭმელი ლიკური. ვაუ! დაჯილდოვდება. საყვარელია. დამკვიდრდა. დიდი არის ძალიან, მაგრამ შენი ძალიან. ჩემი უფრო დიდია. ნაძვის ხე? ნაძვის ხე ულამაზესი, უდიდესი რა დიდია. მადლობა მოდუს ამ ნაძვის ხისთვის. მადლობა შენ. აი იმ ვარსკვლავისთვის და აი ამ განათებისთვის. უნდა გვეხმარები შემდეგ კვირას ამ ნაძვის ხის დასვლაში? არა. აქ რა ხდება? აქ არის შენი ნივთები. აქ მეორე საწოლის ქონა მიდგმული და ანუ პლედები რაღაცებს ახსნა. მე აქ არ დავჩავოდი, მაღატიეთ, მაგრამ მე აქ ჩავიყინებოდი, ამიტომაც მე აქ არა, ჩვენ გავა არა, უბრალოდ სურათებში უბრალოდ ჩანდა. GTA-ში რო უცნაური მოტელები არის. ვაი. რა. არ გაიხედო. რატო? არ გაიხედო. რატო? გავათ მეთაქაურობა. მე მინდა გითხრათ რომ ეზოში ეგრე არ ხდება. ვალერი, ნახე, აქ პროექტორი თვალათებთ და კინოჩვენებები გვაქვს. აბა როგორი ხედი გვაქვს? მოდი გავიდეთ ახლა. რა სილამაზეა შეხედეთ. მე მგონი ვარდისფერ კაპს დავტოვებთ. ისეთი ლამაზი არის. გავიდეთ ციო. ჩვენი უკანა ეზო. ვაუ, რა ლამაზია. რა კაია. ესე ჩამოიყარა საშალბად ქარი იყო. რა კაია. ეს ჩვენია? ნახე, ეს ეზოც შენია. ვაუ, რა ლამაზია. აუ ეს ფეიქ, ვაუ, რა ლამაზია. ეს რა არის? ყინულებია? კი, აქ თოვლიდო. ეს ჩვენი არის? ეს ის არის მოთახის გასასვლელი, ხო? კი. ეს კედელი მოიხატება. მოხატავ? კი. კომენტარებში დაგვიწერეთ რა ნახat სისურავდით აქ. რა მოხდება აი ამ უკედან? ახლა ჯერ უნდა მოვანგრიოთ ცოტათი გარედან მაინც რომ იცი რა დაგვიწერონ კომენტარებში რა მიდის. საპირფარეშო. ესეც ჩვენი საპირფარეშო. რომლის კედელი დათვალიერებული აქვს. აი ყველაფერი ხსია. შენ უნდა დაათვალიერო. აი ნახე ეს არის ჩვენი საკუჭნა. რა კაი საკუჭნა გვაქვს. ციგავაკო. ამ ვიდეოს ეწერება რა კაი სახლია ლიკური. მოგწონს? კაია, აქ შევინახავ ჩემს მურაბებს. ავტოფარეხი. და აი აქედან რაღაცებს. ვისაც გაქვთ ოჯახში მურაბები
შეგიძლიათ 1 კილო აჩვქოთ ლინას და აქ შეინახებოდ. ხო, ჯერ აკაურობა უნდა დავალაგოთ დღეს. არა. რამდენი ნახვა ექნება შენი აზრით შენს ამ ეპიზოდს 2 დღეში? ჩემი აზრით თუ ყველაფერი ნორმალურად წავა, ნუ ალბათ 100 მილიონამდე, მაგრამ I want to be this confident. Foxom დაგვილაგა. ვიფარიშოა. ლიკური ახალი რაღაც მოიგონე ახლა იმენა. აქ აი უკვე წარმოვიდგენ აი აბაზანის ბომბებით როგორ წვება. წვები უბრალოდ. წვები აქ. მე ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზია. ეს არის ვინტაჟი. ხო, ლამაზი. აი აქეთან მხარეს თუ მივხედავ და გავამაგრებ, მაგეთან მხარე ლამაზია. კი, მართლა ლამაზია. აი სარკესაც შეცვლი. აბა აქ რა გვიდევს? ვაუ. ეგ ჩვენი არ არის ლიკ იმ კაცის ეს. მოდი. არინა ეგეც. აი. მოგწონს ლიკ? კი, საკუთრმა მომწონს. აბა ნახოთ იქ რა ხდება. იქ ჩვენი ეზო აღარ არის. იქ იმათ უფრო დიდი ეზო აქვს. ნახე. არ მაინტერესებდა უბრალოდ იქ რა ხდებოდა. ლიკური წამოდი. ამას არ დადება ალბათ. აი, კომუნალურებიდან რას ინაწილებ? ელექტრობას თუ გაზს? სახელს. ავტოფარეხი ვნახოთ. აქ რას აპირებ? აქ იქნება მოსასწრები, რა სკამები და რაღაცა. ბექიარდი იქნება. ხო. მგონი კაი გამოვა. კი. ნამდვილად ძალიან კაი იქნება. აი აქ იქნება ჩემი სკამი, აი ესეთი. ეზოსი. მოდი ავტოფარეხიც ვნახოთ. ეს არის ჩვენი ავტოფარეხი. ეს საკუთრნაო არის, აქ ვიყავით უკვე? კი. ეს არის ავტოფარეხი, რომელიც გარეთ გადის. მეგობრებო, ეს იქნება ჩემი სტუდია. აი ესე ჩემი ხატვის დაბალტირიანი. სტუდია და ჩვენი პერანგები შეიქმნება სწორედ აი აქ. რატო ავტოფარეხში? აქ არის რაღაცების გასახერხი, ჩვენ სახლი გვაქვს სტუდიისთვის. მართალი ხარ. ლიკური როგორი თავმდაბალია, რომ აი ესეთი პატარა ადგილი აირჩია სტუდიის. ეს არის? საკერავი მანქანა? ეს ჩვენია? არა, ალბათ წაიღებენ, მაგრამ აი პაპა რო აგროვებს. აი ეგ უნდა მეთქო პაპა აქ შეაგდე იმენა. ბედნიერესი იქნება ბაბუა ჩემი. გონია რომ ეხა საიდანაც თაგვი ამოვა. არა, თაგვები ეგრევე ფრთხებიან კარს როგორც აღებ რა, აი ხმარო ესმით ეგრევე. ფეჩიც გვაქვს, მაგრამ შეიძლება უი, აქედანაც რა კაი ხედია ნახე. ნახე რა ლამაზი ხედია. ლამაზია. აბა სად გადის ახლა ეს ავტოფარეხი? აი, ქუჩაზე აღარ გავიდეთ ახლა. რატო? იმიტომ რომ ჩაკეტილია და მეზარება. რატო მეზობლები არ უნდა გავიცნოთ? ლიკ, ჩაკეტილია. მაქედან არა ჩაკეტილი. კაი. მე ძალიან მომწონს ეს ადგილიც. აქ მანქანას შევაყენებთ. ჩვენი დიდი ჯიპი, რომელიც წელს უნდა ვიყიდოთ, არ ჩაეტევა. არ ჩაეტევა, ხო, რა ვქნათ. მადლობა, რა ვიღებთ შეიძლება. ლიკური, სად მიდიხარ საყვარელო? მაინტერესებს ხედი. მოგწონს ხედი? კი. აი დილას ესე რომ გამოხვალ, ყავით ხელში. ესე რომ იმასიზო. საყვარელია, კაი. შეხა ჩამოვა. დაგიხმაროთ? მაქედან შეგძია ავტოფარეხზე ადრე, გინდა ავძრეთ? მეც ავძრები. არ მინდა. იცი რატო? იმიტომ რომ მეშინია რომ ვერ გამიწლოს. არა, მე ელენე და კოტე ვიყავით. დაწნობილი ხარ? გინდა ავიდეთ? არ მინდა ავძრო. არა. აბა თავით გადმოვხდი. არ ვიცი რატო გადავწყვიტე აი იქიდან მარტივი ჩანდა რა. არა, ესე, მაგრამ იქიდან ძალიან მარტივი ჩანდა. Всё. Всё. უბრალოდ მაცადეთ, ძალიან ცოტა ხანი აქ ჯაკუზის რო გავაკეთებ, ამას ვერ ამოვაგდებ მაქედან. აი აქ ვაკეთებ ჩემი ჯაკუზი. და ვაფშე იცი რა გავაკეთოთ? ფასიანი გავაკეთოთ შემოსვლა.
თუ დაჭერობანას ითამაშებთ, ან დამალობანას, ან რაღაცას, კაი ადგილი არის რა, რომ ესე გაიქცი. ლიკური არის ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერი. მართალია ინტერიერის დიზაინზე გიმუშავია? კი. ინტერიერის დიზაინზეც ექსტერიერზეც უმუშავია და ინტერიერზეც. რენდერებს უგულის. საფრანგეთშიც. ცოტა ხანი ლონდონში. ნახე ხვალ აქ მოგყავს ჩვენი საერთო ნაცნობი თეკლა ინტერიერის დიზაინერი, რომელიც ლაზერით აზომავს ამ სახლს და დაგვიმზადებს რენდერს. შენ ინტერიერის დიზაინის რენდერს გაგვიკეთებ? რა თქმა უნდა. მე თეკლა უნდა გააკეთოს. კი, მაგრამ ნახე ასეთი გამოწვევა მაქვს, რომ შენ გოგო, არის მაგ პროგრამები, რეებს იმაშუები. შენ ხო თქვი რა სწავლობდი? შენ არა, პროსტა ილუსტრატორში ჩახატე. რა ჩავხატო ილუსტრატორი ხატვის არის, AutoCAD არქიტექტურისთვის. Procreate-ში ჩახატე რა იცი, განამართლა რენდერი. სადრას დადებდი, ხო გიყვარს ეგ? ხო და ლიკური გააკეთებს ამ სახლის 2D. მოკლედ Girls Go Games არის ესეთი საიტი, სადაც სახლებს აწყობ რა, ანუ სახლი არის და მე რაღაცებს აწყობ. აი ესე გაგიკეთებ. ხო, ანუ ნახე, შენ მაინტერესებს შენ ამ სახლს როგორ ხედავ რა და თეკლა როგორ ხედავს და მე რაღაცა საერთო მოვიფიქროთ და იქნება საოცარი. მე ვხედავ გარემონტებულს. ან მეგობრებო, ჩემი აზრით, ლიკური აქ, როცა მოვიდე და რაღაცა გვა. მოვწანდით შქმერულზე. თუხთუხებს. მე მგონია, რომ ლიკურის შემდეგი ეპიზოდი ამ სახლიდან იქნება, როცა ეს სახლი დასრულდება. 2025 წლის ბოლოს სხვენის რომ იქნება და ასე შემდეგ. ლიკური როგორც არქიტექტორს ნახეთ, ეს არის საყრდენი კედელი, რომელზეც გვაქვს ბზარი. შენი აზრით, რამდენად დიდი პრობლემა არის? უდიდესი პრობლემა არის, მაგრამ მართლა? კომპეტენტური ადამიანებით, რომლებიც გამოგვეხმაურებიან, ჩვენ გადავარჩენთ ამ სახლს. ამიტომაც დაგვიკომენტარეთ, ქვევით. მისმინე, ანუ მართლა უდიდესი პრობლემაა? არა, რავი. იზო რაღაცას. არა, კი, სხვათა შორის პრობლემა არის, რატო გაჩნდა ეს ბზარი? ალბათ დიდი დატვირთვა ქონდა. არა მგონია, რა დატვირთვა. ანუ შეიძლება მაშინ ეს კედელი ნახევრად მოვანგრიოთ და თავიდან ავაშენო. მთლიანად უნდა მოვანგრიო? არა, მთლიანად არა. მაგრამ მაგაზე უკვე კონსტრუქტორ და მე კარჩი ტიპი უნდა მოიყვანო რა. და რა სიტყვის გეტყვის. რატო გაჩნდა ბზარი და გეტყვის ალბათ მიწის ძვრის გამო. ეს მუშაობს? კი. აია. ცოცხი ვინ გვაჩუქა? ესო. ესა მადლობა ცოცხისთვის. ეს ვინ გვაჩუქა? ეგ საშა მიყიდა. საშა მადლობა ამისთვის. აბა მოიცა კიდე ერთხელ შევიღო აქ და ჩავწობი მაშინ. კიდე რომ თავი მივარტყი. ხო მეორედ უკვე. ლიკური შემდეგში გვაქვს აქ კინოჩვენება, რომელია შენი საყვარელი ფილმი? აი იმ რაღაცას რომ აყურებინებდი რამდენიმე დღის წინ. შეგიძლიათ უყუროთ Mary and Max. ხო და ნახე, აი აქ უნდა გავუშვათ. მოხვალ შემდეგ კვირას? კი. ანუ ამას ინგლისური სუბტიტრი უნდა დავუდო. კაი, ლიკური კიდე ერთი პროფესიული კითხვა ნახეთ. ჭერში ანუ ეს ჩამოყრილი არის ეს და თქვენი აზრით ეს მხოლოდ საღებავია თუ შეიძლება რომ სახურავის ბრალი იყოს? არა, საღებავი არის, ჩვენთანაც ეგრეა. ვინ გინდა რომ დაასპონსოროს შენი და ჩემი YouTube არხი? ისედაც ჩამოუთვლე საერთაშორისო ბაზარზე რომ პირველები არიან. და ჩვენი სახლი რო კიდია. და შენი სახლი რო კიდია. მოდუსი, საღებავები. შენ აღარ გინდა რომ შენ სახლში შევღებოთ რაღაცები? აქ გქნათ? კი, მე რა აქაც. ორივე. აი რომ მოდიხარ ხოლმე სულ აქ. და გზად მაკდონალდსში რო შევდივართ. არ გინდა რომ მაკდონალდსმა ყველა ტრიფის ბურგერები გვაჭამოს? აბა რა თქმა უნდა. არ გინდა რომ ამ ქალაქში მაკდონალდსი გაიხსნას? კი, დროა, აქ გაიხსნას მაკდონალდსი. იუსკთან. იუსკის აუთლეტი. ლიკური ყიდულობს იუსკის აუთლეტში, აი და უკარფანჯრო ნივთებს. ხო, ანუ აი გაფუჭებულ ნივთებს ნახევარფასად რა. ეს რეკლამა არ არის, მაგრამ ეს არის ფეიქ ორდერი. იუსკი არ გიხდის მაგაში ფულს. მაგრამ ანუ იუსკიში ეს მართლა ყიდულობს, აი კარადა იყიდა რას, რომელსაც სარკე აქვს გატეხილი და
ნახევარფასად იყიდა და შეგიძლია რომ ნახევრის ფასად. ხო და შეგიძლია რომ გააკეთო და იუსკის აუთლეტს თუ უნდა ჩვენ წამოვიღებთ მაგათ ავეჯს და გადავაკეთებთ. კი, ნამდვილად. კ. ო. ν. კონტეინერი. მეგონა რომ კოკაკოლას ამბობდი. აი რომ შენ როგორც აი ახლა ნახე, შენ ხო გუშინ დაიწყე რა, უშაქრო ცხოვრება, ჯანსაღი ცხოვრება, აი. კი, ზუსტად მაგიტომ მინდა რომ მეტალოპლასმოსის ანუ წყლის კომპანია, აი კოკაკოლა ხო მაგარია, ეხა ყველას გვიყვარს რა კოკაკოლა. მაგრამ და რაც გვინდა წყლის კომპანია, რაც მინდა ბაკურიანია, უსუფთავესი წყალი არის. კაი წყალი? კარგი ცხოვრების საწინდარია. ხო, ბაკურიანის აი სულ აი ჩანთაში სულ მიგდია ხოლმე. ეცით რატომ ამბობს ბაკურიანს ახლა, იმიტომ რომ სექტემბერში ბაკურიანმა ლიმონის ხე გამოუგზავნა. კი, და ის ლიმონის ხე ეხლაც გვიჩეს და ლიმონებს უჭამთ ხოლმე. წყლის კომპანიამ უნდა დაგვასპონსოროს აუცილებლად. იმიტომ რომ შეხარ healthy life. ხო, იმიტომ რომ კარგი წყალი, კარგი ცხოვრების საწინდარია. მე არაფერი არ მithkoms, მართლა არაფერი არ მithkoms. ახლა ლიკური ძირითადად ჩამოთვალა, ვინც გაგვიჟღერებია და მაინტერესებს აი შენ გულით რა გსურს. მე გულით მსურს, რომ ერთი ტიპი არის რა ვუყურებ, არ ვიცი, მე მგონი კაი ტიპი არის, რაღაც სამხარაძის ბლოგ თუ რაღაცა ეგეთი არის. მოკლედ ტიპი მიდის სახლებში და უბრალოდ აკეთებს. შენ სახლში ხარ და შენ სახლში რემონტი არის და რომ მოდიხარ უკვე რემონტიანი სახლი გხდება. მინდა რომ აი ეგეთი კომპანია მოვიდეს. ჩვენ უნდა ვიყოთ აი იმენა ხო ეს კი ჩვენ უნდა გავაკეთოთ რა ვიღაცამ გაგიკეთოს რა ხო კაი ხო bro is out of this planet მითხარი რა კომპანია არ მახსენდება აი მეტალოები ვთქვი სკოჩებში უსხედო ხან თუ რამეა მეტალოებთან ძალიან კარგად ვითანამშრომლობთ მინდა რომ ვიღაცა მოვიდეს და კედლები მოგვინგრიოს. იცი ამ ეს კედელი არ არის მოსანგრევი. არ მოგვინგრიოთ. იცი ამ ინტერესებს ლიკური აი. შენ რო ეუნები კომპანიას, რომ ჩვენთან ითანამშრომლებ, ანუ გასაგებია მე ვიდეო რგოლს დავუმზადებ, რაღაც გავაჟღერებ ქიმესიებს, ანუ შენგან რას მიიღებენ? ნუ თუ ლიკური everyday დახატავს მათ ლოგოებს, რეკლამებს. ნახატს, რა თქმა უნდა. ნახატის გარდა თქვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენმა კომპანიამ შეგვიძლია შემოგთავაზოთ. ბოლოს არის პერანგების მოხატვა? ბოლოს არის პერანგების მოხატვა. მერე ვიდეოები კომპანიებისთვის. ალბათ ჩემზე ამობ მაგას, ხო? ხო, ეგ შენი. ლიკური დაიწყო ახლა მართლა 2024 წელს, სადაც მივდივართ. აი თუ გვეპატიჟებიან სადმე რა. ლიკურიც ხო მოდის რა, ლიკური ყოველთვის მოდის, მაგრამ ლიკურიმ დაიწყო საჩუქრად ნახატების დახატვა. მაგალითად აუზზე დაგვპატიჟეს დახატა, ფშავში დაგვპატიჟეს პარკში დახატა, ცხენებზე დაგვპატიჟეს დახატა. აი, ამიტომ ჩემი აზრით მეტალოპლასმასის ტიპებსაც დახატავ. ოთხარ რომ motion შემიძლია. motion design შეუძლია. აი, იცით რა, ამ ბოლო დროს ალბათ შეგხვედრიათ ასეთი ვიდეოები, აი ასეთი. ეს ყველაფერი ვერ დაიჯერებთ. მაგრამ ლიკურის დახატულია. ჩვენაირ ხალხს რომ მივცეთ мотиваცია რომ ყველაფერი შეუძლიათ თავისი ხელებით. აი ლიკურის ეს იზღება ეგეთი ექსტრა мотиваციის რაღაცებს რომ ამბობ, ანუ ბოლოს როდის ვთქვი, კარგია დედამიწაზე მეთქი, ან შენ ყველაფერი შეიძლება ბოლოს როდის ვთქვი, იმიტომ რომ ამას არ მოწონს. მე? კი. მე ისედაც არ ვამბობ. შენ როდის ვთქვი? ჩვენ ისედაც უნდა ვიცოდოთ რომ ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. აი აბსოლუტურად ყველაფერი გამოგვივა. იმიტომ რომ კარგი ცხოვრების სტილი წარმატების საწინდარია. კარგი წყალი. კარგი ცხოვრების საწინდარია. ხო ხდებით. მე ერთ სამი კვირა არ ვჭამდი შაქარს და ძალიან მაგარი იყო რა და ლიკურის უთხარი რომ მიდიაბა უშაქროდ დაიწყე ცხოვრება თქო რა და მივეცი 1 თვე 17-ში დავიწყეთ გუშინ. და 17-ში ვამთავრებთ რა 1 თვეში და თუ ლიკური 1 თვე არ შეჭამს არ მიიღებს შაქარს საერთოდ აი ახლა საღეჭერეთის რო ღეჭავ ეგეც არ შეიძლება რომ იცოდე. ეგ არ არის შაქრიანი. კაი. მაშინ თონის პური არ შეიძლება. უშაქროა ეს. ანუ მე ლიკურის ვაჩვქებ ძალიან დიდ თანხას რა. თონის პურზე პროსტა თონის პურზე მოიგონა უბრალოდ რა უბრალოდ თონის პური არ დავაბარო ხოლმე იმიტომ რომ ჩვენ საყლიდან შორს არის. ყველას გერჩევთ. იმიტომ რომ აი მეორე დღეა და უკვე აი რომ ისეთი შეგრძნებით გამეგვიძა დღეს
აი სხვა ადამიანი ვარ რა. ჩვენ არასდროს არ გვქონია სოფელი, სადაც ჩავიდოდით ხოლმე და გავატარებდით დროს, მაგრამ და ამიტომაც არ ვიცით ბაღის რაღაცაები, აი დაბარვა დათესვა და რაღაცაები. ლინა კი იძახის რომ ვიცით, მაგრამ არ ვიცით. პატარა გამოცდილება კი გვაქვს საფრანგეთში, მაგრამ ეს არ იყო არაფერი. ამიტომაც აქ იქნება, აი აქ, ჩემი დარგული პაწუკა პომიდორები, ჩერი პომიდორი, პაწუკა კიტრები, ნაირნაირი ყვავილები, თქვენც დაგვიწერეთ რისი დარგვა შეიძლება აქ. აი ნახე, რო გამოხვალა აქ შემოდგომაზე და რო იბლიეს ნარნარით. კიდევ გვინდა რომ ბროწეულის წვენმა დაგვასპონსოროს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფულს ხარჯავ ბროწეულის. ხო, აი ყველაფერი ხო დალაგებული, გაგხა მარტო ბროწეულის წვენი გაკრია. და შემდეგი ვლოგი იქნება, რომ ერთ-ერთი სტუმარი მომყავს აქ და ვათვალიერებინეთ ჩვენ სახლს. კარგი, ახლა გეტყვით მართლა რა იქნება. შემდეგი ვლოგი იქნება თეკლა მოდის და ვნახავთ როგორ შეიძლება რომ ავზომოთ ეს სახლი ლაზერით. პირველად იქნება ესეთ სიმაღლე სიგანეს ყველაფერს იზავს, ხო? მოვამზადებთ ნახაზს, მოვიფიქრებთ როგორი სხვენი გვინდა, ოღონდ ახლა ვიღაცას გონია რომ მართლა მამა ჩემი ტრილიონერია და ამ ყველაფერს მიკეთებს, ანუ დელუჟენალურად ვამბობ რომ სხვენი იქნება და ჩემი აზრით ყველაფერს გავაკეთებ რომ სხვენი იყოს. გოჭები? გოჭები უკვე არა, ნახე. კიდე გოჭი. კი. ლიკურის ძალიან უყვარს გოჭები. გახსოვთ რაჭაში და დაემართა? ჩენი ვიდეოს შემდეგ 30,000 რო გავხდეთ, ანუ 9,000 რო მოგვემატოს. შენ გადამიხდი ფიტბას და ტრენერს. ანუ გააგრძელებ შაქრის გარეშე ცხოვრებას კიდე ერთი თვე? რა თქმა უნდა, გავაგრძელებ. 9,000 გამომწერი რომ მომემატოს? კი, გავაგრძელებ. ვალერი, ალბათ შენ რო უყურებ იუთუბერებს რა, ისინი გპირდებიან რომ 3 გამომწერით და Fiat 500 გავათამაშებთ და მე ესეთი ვარ. და ყველა იჯერებს. 9,000 გამომწერით და ლიკური კიდე ერთი თვე არ შეჭამ შაქარს. აი, იცი, ბოლო კითხვა მართლა. 9,000 ადამიანი იყო, ყველამ ყველაფერი ილაპარაკა, ყველამ ყველაფერი გააკეთა. აი ზალიკო რო ბრაზდება და რო გადის ხოლმე სტუდიიდან. მე მეგონა რომ დასრულდა. სულ ბოლო კითხვა. სულ პირველად რო შემოხდი და რო არ მოგეწონა ეს სახლი და აი აქ მაგ ვიდეო ესეთი იყურება. ახლაც ფიქრობ რომ ეს სახლი არ უნდა გვეყიდა? არა, იმის მერე ამ სახლს შეიძინა ცხოვრება. აი ეს თვალებში ვხედავ, ვიცოდი რომ სისულელეს მოიფიქრებდა. ლამაზად აქვს ძალიან. ამ სახლმა შეიძინა ახალი ცხოვრება და ეხლა აი ასე ხელით რო ლაპარაკობს იტყუება. აი ჩაგრტყობა. კარგი, მომეწონა რა. კაი საქმეა. მადლობა, ეგ მაინტერესებდა. ანუ კარგია რომ ვიყიდეთ. კი, კაია რომ ვიყიდეთ. ძალიან ბევრი რაღაცა არის გასაკეთებელი. და რო გაკეთდება მოხვალ ხო? რო გაკეთდება მოვალ.